გამარჯობა. დღეს უკრაინამ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოპერაცია ჩაატარა ომის დაწყების დღიდან და გაანადგურა ძალიან ბევრი თვითმფრინავი რუსების და რამდენიმე აეროდრომი გამოიყვანა წყობრიდან და ამან ასევე წყობრიდან გამოიყვანა ძალიან ბევრი პრორუსი ქართველი, რომლებიც ძალიან ხშირად ესეთ დროს ვერ მალავენ საკუთარ აღშფოთებას და ცდილობენ რაღაც არგუმენტები მონახონ საკუთარი კაპიტულაციის და უკრაინის გამბედაობის ასახსნელად, ასე ვთქვათ. და ერთ-ერთი დღესაც გავრცელდა ისეთი ცნობილი ფსევდოარგუმენტი იყო, რომ აი ახლა უკრაინა მიიღებს საშინელებას და შეადარეს ეს თავდასხმა და შესაძლო პასუხი რუსების პერლ ჰარბორს. და მაგრამ როგორც თქვით, ქართველი პრორუსების არგუმენტი უფრო ირაციონალური არის, ძირითადად შიში არის. შესაბამისად, ყველა მათი არგუმენტი არაფერზე არ დგას, ჰაერში არის გამოკიდებული. მათ შორის პერლ ჰარბორის და დღევანდელი ამბის შედარებაც აბსურდული არის. ორი მიზეზის გამო. პირველ რიგში პერლ ჰარბორის დროს მოხდა ის, რომ ამერიკა, რომელიც ომში არ იყო ჩართული, გახდა მსხვერპლი, დაესხა მას იაპონია და ამით ჩაერთო ამერიკა ომში. რუსეთის და უკრაინის შემთხვევაში ომი უკვე დიდი ხნის დაწყებული არის და არაფერი რაღაცა შეიძლება რომელიმე მხარე მიიღოს გარდა იმისა, რაც უკვე აკეთებენ, წარმოუდგენელი არის, ხო? მეორე არის ის, რომ რომელი არის აგრესორი, ამერიკის შემთხვევაში და პერლ ჰარბორის შემთხვევაში იაპონელები არიან აგრესორები, ისინი დაესხნენ თავს ამერიკას და უკრაინელების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელები დაესხნენ აეროდრომებს თავს, რუსეთი არის აგრესორი, უკრაინა თავს იცავს, მაშინ როდესაც რუსეთის ტერიტორიაზე ბომბავს თვითმფრინავებს. ამიტომ ამ ორი რაღაცით ძალიან არ გავს პერლ ჰარბორი და დღევანდელი თავდასხმა ერთმანეთს და მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ ვიცოდეთ და არც მათ მიცეთ საშუალება, რომ გამოაყენებინოთ ეს არასწორი არგუმენტები. მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, სინამდვილეში ეს შედარება თითქოს ხსნის საკუთარ შიშებს და ამით ამართლებს იმას, რომ ისინი რუსეთის მხარეს არიან. და ეს შიში არის, რომ შენ თუ წინააღმდეგობას გაწევ, შენ შეიძლება რაღაც უარესი დაგემართოს. ეს არის ალბათ, უძველესი არგუმენტი კოლაბორაციის და მტრის მხარეზე ყოფნის. უძველესი, მითოლოგიიდან დაწყებული, ყოველთვის ერთ და იგივე არგუმენტი არის, რომელიც ლიტერატურაშიც ხდება და სხვაგან, ხო, რაც თქვენ თვითონ გაიხსენეთ ნებისმიერი გმირი, რომელიც იწყებს საკუთარ თავგადასავალს, მას გამოუშვება ვიღაც, რომელიც ეტყვის, რომ ჯობია დატოვო ყველაფერი ისე როგორც არის, იმიტომ რომ თუ შენ ამას არ იზამ, რაღაც უარეს დაგვაწყდება, ხო? ძალიან მეტაფორულად რომ ვთქვათ, თუ დრაკონს ძინავს სადღაც ოქროზე და შენ ან ვთქვათ რაღაც დევს აქვს წყალი, რაღაც გადაკეტილი, ჯობია რომ ყველაფერი დატოვის როგორც არის, იმიტომ რომ შენ თუ წარუმატებელი იქნები, ის დევი გაბრაზდება, ან დრაკონი გაბრაზდება და უარეს დაატრიალებს. მოკლედ უძველესი არგუმენტი არის ყველა ლაჩრის ეს. თუმცა გმირები ამაზე უკან არ იხევენ ხოლმე, იმიტომ რომ ის რაც სასწორდეზე დგას, უფრო მეტი არის, ვიდრე ის რა შედეგით შეიძლება გამოიწვიოს მათმა წარუმატებლობა. ამის ყველაზე კარგი მაგალითი ჩემთვის არის საქართველოს მთელი ისტორია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, ჩვენ რას ვფიქრობდით, ბახტრიონის აჯანყება წარმატებული იქნებოდა თუ არა, ან 1924 წლის აჯანყება წარმატებული იქნებოდა თუ არა, ჩვენ მაინც იმას ვაკეთებდით, რასაც ვფიქრობდით, ხო? ან დავით აღმაშენებელი, რომელიც გადასახადებს აღარ უხდის და უწყვეტს გადასახადების გადახდას მოწინააღმდეგეს, მან იცის, რომ შედეგად იქნება ომი. მაგრამ ის ამას მაინც აკეთებს, იმიტომ რომ წინააღმდეგობის მუღამი არის ეს, რომ შენ რისკავ, მაგრამ რისკავ, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ არ შეგიძლია. და ჩვენ შემთხვევაში აქ რაც ვამბობ, რომ ყველაზე საილუსტრაციოდ ჩემთვის არის ამბავი, რომელიც მოხდა ჩეხეთში 1952 წელს, კერძოდ ამ პერიოდში ჩეხეთს მართავს ბოჰემია-მორავიის პროტექტორატს რაინჰარდ ჰაიდრიხი. ეს არის ყველაფრის ოფიცერი და მაღალჩინოსანი, რაც კი ნაცისტურ გერმანიაში არსებობს, გესტაპო, SS-ი, პოლიცია, ეს არის კაცი, რომელიც არის ვანზეის კონფერენციის
წამყვანი და ლიდერი, სადაც გადაწყდა ეგრეთ წოდებული ებრაული საკითხი საბოლოო გადაწყვეტის საკითხი, ანუ როდესაც თქვეს რომ უბრალოდ მოკლათ ებრაელები მასობრივად ჰიტლერისთან ძალიან დაახლოებული და გამორჩეული სიმპათიით სარგებლობს ჰიტლერის მხრიდან და რაც ისეთია ამ ბოჰემია მორავიასაც შეხება ჩეხეთს ის იმდენად მკაცრი არის რომ მას ეძახიან პრაღის ყასაბს და აი ესეთი კაცის მოკლა განიზრახეს ინგლისში მყოფმა ჩეხეთის ემიგრაციაში მყოფ მთავრობის წევრებმა და ერთი სლოვაკი და ერთი ჩეხი ჯარისკაცი გამოგზავნეს ჩეხეთში, როცა ისინი ჩამოვიდნენ, შეუერთდნენ წინააღმდეგობის მოძრაობას და ცოტა ხანში რაინჰარდ ჰაიდრიხი მოკლეს. ამაზე ძალიან ბევრი ფილმი არის გადაღებული, რამდენიმე. ერთ-ერთი ცნობილი არის ანთროპოიდი. ანთროპოიდი ამ ოპერაციას ერქვა, იმიტომ რომ ანთროპოიდი ნიშნავს იმას, ვინც გავს ადამიანს, მაგრამ ადამიანი არ არის. ესე დაძებნეთ და ფილმი საინტერესო არის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დეტალურად გაკეთებული ფილმია, რაც კი მინახავს. ყველა ნიუანსი სწორად არის. შედეგი რა იყო? ეს შეთქმულები გაიგზნენ, დაიმალნენ მართლმადიდებლური ეკლესიის სარდაფში, მიაგნეს გერმანელებმა მათ და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში სროლა მიდიოდა და ბოლოს როცა უკვე გერმანელების წინააღმდეგობა ძალიან ძლავრი გახდა, ამ შეთქმულებმა მოიკლეს თავი. და ამას გარდა ეს რა თქმა უნდა არ იყო საკმარისი ჰიტლერისთვის, გაცოფებული იყო ის და დამნაშავეს ეძებდა, სისხლით წყუროდა და ერთ-ერთი სოფელი ლიდიჩე ქვია თუ არ ვცდები, რაღაცნაირად ამოტივტივდა ამ სოფლის სახელი, თითქოს მან ჩამოისხა დესანტი და ისინი მხარს უჭერდნენ ამბოხებულებს და როცა გერმანელები იქ მივიდნენ, სადღაც 500 კაციდან ცოცხლად გადარჩა 150. იმიტომ რომ ვინც 15 წელს ზემოთ იყო მამაკაცი ყველა იქვე დახვრიტეს, ბავშვები წაიყვანეს საკონცენტრაციო ბანაკში, მოკლეს, ქალები არ დაინდეს და ასე შემდეგ. და ეს ამბავი ზოგადად ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ რაზეც წეგანს ვაუბრობდით, მაგის ეს არის ხო, ერთ-ერთი დილემა ჩანს ყველაზე მკაფიოდ. კერძოდ ყველა მიცოდა რომ როდესაც ჰაიდრიხს მოკლავდნენ ჰიტლერი საშინელებას ჩაატარებდა და ეს რაღაცნაირად ეს ცოდნა უფრო ამძიმებდა ოპერაციის დაგეგმვას, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტეს და ჰაიდრიხი მოკლეს. და ჩემთვის საინტერესო იყო, თქვა ჩეხები როგორ უყურებენ ამ საკითხს, ამ რაღაც არჩევანს, რომ იბრძვიდა შემდეგ სოფელს ანადგურებს ჰიტლერი თუ ნებდები არაფერს არ აკეთებდა, აცლი ჰაიდრიხს, რომ რაღაცა სისტემატიურად მოკლას ჩეხები. და პასუხი მივიღე, კერძოდ, როდესაც პრაღაში ვიყავი, ამ ადგილის ნახვა მინდოდა ამ ეკლესიის და რომ მივედი, დამხვდა დაკეტილი. გარეთ იდგნენ ოფიცრები ჩეხეთის არმიის, გამოისაუბრე და გავიგე, რომ თურმე იქ ტარდებოდა ცერემონია, ფიცის დადების, ახალი ჯარისკაცების ფიცის დადების რიტუალის ნაწილი არის, მოკლედ ამ უკვე მუზეუმში მისვლა და ამ ამბავთან ზიარება. შემდეგ შეგვიშვეს, დავათვალიერეთ, პრაღაში მოხდებით, აუცილებლად ნახეთ, ძალიან საინტერესო მუზეუმი არის. მაგრამ მთელი არსი ამ ჩემი ამბის არის ის, რომ მე მანდ მივხვდი ჩეხებმა რა არჩევანი გააკეთეს, როგორ უნდა რა ინტერპრეტაცია აქვს ამ ამბავს მათთვის და მათ გასცეს პასუხი შეკითხვას, ღირდა თუ არა ეს ოპერაცია, პასუხი იყო დადებითი. რომ კი მიუხედავად იმისა, რაც ჩაატარა ჰიტლერმა ოპერაციის შემდეგ, ჰაიდრიხის მკვლელობა იყო გამართლებული. ეს რო ესე არ იყოს, მაშინ ჯარისკაცების იდენტობის ნაწილი ეს ამბავი არ გახდებოდა. ეს არ მარტო ჯარისკაცების, არამედ ჩეხების იდენტობის ნაწილიც არის, იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ ამბავმა მოახდინა მათი რეაბილიტაცია, იცით თქვენ, რომ მიუნხენის ხელშეკრულების შედეგად ფაქტიურად უბრძოლულად დაიკავა ჰიტლერმა ჩეხეთი და ეს მათ აწუხებდათ. თუმცა ამ ჰაიდრიხის მკვლელობა, რომელიც ერთ-ერთი თუ ერთადერთი არა, მეორე მსოფლიო ომის დროს წარმატებული მკვლელობა არის ესეთი მაღალი რანგის ნაცისტის, რაღაცნაირად იმაშება
ჩეხების ბრძოლის უნარიების და სლოვაკების ბრძოლის უნარიანობის მანიფესტაცია არის. ხო და ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია რომ გავიაზროთ რომ წინააღმდეგობას და ჩეხებისთვის ესე მოხდა წინააღმდეგობას მოყვება მსხვერპლი, მაგრამ ბრძოლაში თუ ხარ ესე ნაწილ და მითი ხო რა ქვია ნელ-ნელა სისხლისგან დაცლას ხანდახან ჯობს უბრალოდ ხმალი იშიშვლო და გააკეთო ისაც უნდა გააკეთო. ის რომ უკრაინელებმა იფიქრეს თუ რას იზამს პუტინი მას შემდეგ რაც დაიბომბება მისი აეროდრომები ეს უდავო არის ეს მხოლოდ ქართველი პრორუსები ამაზე არ ფიქრობდნენ უცებ რო აღშფოთდნენ რა თქმა უნდა წელიწადნახევარი ოპერაციას რო გეკმავ იცი რა შედეგი შეიძლება მოყვეს მაგრამ უკრაინელების პასუხი ვიცით რაც არის ეს არის იგივე პასუხი რაც ბრძოლის ომის დაწყების პირველ დღეს იყო რომ ჩვენ ვიომებთ და არავინ არ იტყუებს თავს იმაზე რომ მსხვერპლი არ იქნება მაგრამ რა მოხდება თუ უკრაინა დანებდება ესაა მთავარი შეკითხვა და ჩემი და უკრაინელების პასუხი და მეც ვეთანხმები ის იქნება უარესი უკრაინელებისთვის იმიტომ რომ ბევრად უფრო მეტი უკრაინელი მოკვდება ბევრად უფრო მეტი უკრაინელი დატოვებს ქვეყანას და ბევრად უფრო მეტი უკრაინელი იცხოვრებს ღირსება შელახული მონობაში და აი ეს მდგომარეობა არ უღირს უკრაინას და შესაბამისად რუსეთის მიმართ მსგავსი აგრესიული ოპერაციების კეთება უღირს იმ შედეგად რაც შეიძლება ხვალ დადგეს. შესაბამისად ეხლა როცა ამ ქართულ პრორუსებზე ვფიქრობთ ხოლმე მნიშვნელოვანია რომ მათაც დავეხმაროთ გააზრებაში რომ ის ვითომ არგუმენტი რომ თითქოს ისინი უფრო ჰუმანისტები არიან და ფიქრობენ შესაძლო შედეგებზე არის ტყუილი არგუმენტი ეს ყველა მიცის რომ ესე არის ყველა მიცის რომ წინააღმდეგობას მოყვება უყური აქცია მაგრამ უბრალოდ სხვანაირი ბრძოლა არ არსებობს ჩვენ ასევე გვატყუებენ რომ თითქოს ჩვენები იბრძვიან სხვანაირად და ზემში ეს ბრძოლა არ არის ეს არის დანებება და ეს რაღაცა ვითომ რა ვიცი ეკონომიკურად რუსეთს ჩამოვეკიდეთ კულტურულად რუსეთს ჩამოვეკიდეთ რუსული სიმღერები ისმის ყველგან გარშემო ბარები სავსე არის რუსული მენიუებით და ასე შემდეგ არ ვიცი კრიმინალურად რუსეთს ჩამოვეკიდეთ ვიღაც ხალხი დარბიან აქ მითი ჯიელებით და მას პროკურორი საქართველოსი ჩადის და ყოფილი პროკურორი ჩადის და კრემლში რა ვიცი 9 მაისს პუტინის გვერდზე ზის ხო ხა ამაზე მეტი შერწყმა ორი სახელმწიფოსი რა უნდა იყოს ხო ამიტომ ჩვენ დღეს წინააღმდეგობაზე უარი გვაქვს ნათქვამი ნებისმიერი ფორმით და აქ ეგ არის მნიშვნელოვანი რომ გავიაზროთ რომ წინააღმდეგობის სხვადასხვა ფორმებს შორის ჩვენ ეხლა რაზეც მე ვსაუბრობ კონკრეტულად რა თქმა უნდა არ იგულისხმება ისაც დღეს აკეთებენ უკრაინელები იმიტომ რომ არა ვართ ჩვენ ეხლა დღეს მაგ ვითარებაში რომ ცხელი ფაზა იყოს მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ უბრალოდ ქართული სახელმწიფო არანაირ წინააღმდეგობას აწევს, სადაც არ უნდა იყოს ის გასაწევი. მაგალითად, რა ვიცი, რუსებმა აღძრეს საქმე ქართულ მუსიკოსზე, რომელმაც მოიშარდა რუსულ დროშაზე და ჩვენი პოლიტიკოსებისგან ის კი არა რომ ჩვენ მუსიკოს ჩვენ დავიცავთ მაგალითად არამედ ნახეთ რომ პირიქით დაგმეს ეს მუსიკოსი ხო ქართულ მებრძოლებს რომლებიც უკრაინაში იბრძვიან 14 წელს უსჯის რუსეთის სასამართლო და ჩვენგან არანაირი რეაქცია არ არის და ასე შემდეგ ჩვენ ფაქტიურად აღარ გვაქვს სახელმწიფოს არც ერთი მიმართულება სადაც კი ჩვენ რუსეთის წინააღმდეგობას გავწევდით და ამის საფუძველი არის ზუსტად ეგ ცნობიერება, რომელიც ამბობს, რომ მშვიდობა, ეგრეთ წოდებული, ღირს ყველაფრად, ანუ სიცოცხლე ღირს ანუ ყველაფერი შეიძლება გადაიხადო იმისთვის, რომ ცხოვრობდე და ამ ყველაფერში იგულისხმება ყველაფერი, ანუ თავისუფლება. და თავისუფლება ცოტა და თავისუფლება ბევრი არსება, ან ხარ თავისუფალი ან არა ხარ. და დღეს ეგ მაგცნობიერების გამო, რომელიც ამ ძირითად ფრაზაში ითარგმნება, რომელსაც ქვია ომი გინდა, ამ წლების განმავლობაში ამ ფრაზის გამო დათმო აბსოლუტურად ყველაფერი და ზუსტად ამიტომ ყოველ ჯერზე, როდესაც წინააღმდეგობის გამოვლინებებს ხედავს, თვითონ ემართება ეს მოკლე ჩართვა ტვინში და იწყებს ამაზე რეაგირებას, რომ აი არასწორი იყო უკრაინა, როდესაც ეხა დაბომბა რუსეთი და ამით ცდილობს საკუთარი თავის, საკუთარი სიმხდალის, საკუთარი დანებების ახსნას. მოკლედ ამ ვითარებაში ვართ
არ არის ნამდვილად სახარბიელო, თუმცა პროცესები იმედია ჩვენ დასასიკეთოთ განვითარდება. ის რომ უკრაინა უკვე დგას ამდენი ხნის განმავლობაში, ეს უკვე ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, ყველასთვის და ვუსურვოთ მას მეტი წარმატება და მასთან ერთად საქართველოსაც და ვიმედოვნოთ, რომ აი ეს დრო როცა მოვა დიდი ცვლილების აი ეს კაპიტულანტი ცნობიერების მქონე პრორუს ქართველები ადვილად გაიაზრებენ საკუთარ სიმხდალეს და უფრო ადეკვატურად შეძლებენ აი ახალ საქართველოში მონაწილეობის მიღებას, რომელიც მართლა ღირსებაზე, მართლა თავისუფლებაზე, მართლა თანასწორობაზე და სხვა ძვირფას ღირებულებებზე იდგება, რომლებიც ჩვენთვის ასეთი ძვირფასი არის. დიდი მადლობა, დროებით.